de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 216 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. მიმდინარე კვირაში კრიტიკულ მედიას ახალი ძალებით შეგვიტიეს. TV1-ს კოცების მედიებმა დეზინფორმაცია გავრცელეს, თითქოს ტელევიზიამ გამოუყო სივრცე კოალიციას ცვლილებებისთვის, სადაც აკრძალული საქმიანობა მიმდინარეობს. მე სხვა შორის ნანახი მაქვს ეგ ოთახი და სტრატეგიული ბომბდამშენი თავისუფლად დაეტევა. მე როგორც ფორმულას დირექტორი თავს დავიზღვევ და წინასწარ უარყოფ იმ მოსალოდნელ ბრალდებებს, რაც გველოდება, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ მაგიდის ქვეშ არ მიდევს არავითარი ტყვი ან ფრქვევი. შენობაში არ ხდება ურანის მოპოვება. სარდაფში არ ვცემთ არავის და რავი, მასონებიც არ ვყავს თანამშრომლებად. სხვა რავი, ლიფტი ხანდახან ფუჭდება ხოლმე, რაც მაგდანია მართალი. მოლდოველი ბიძინა ვლადიმირ პლახოტნიკი ათენიდან ექსტრადიციით ჩაიყვანეს კიშინიოვში. მილიარდერმა ოლიგარქმა ვლადიმერ პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა. 2022 წელს სისტემური კორუფციისა და მოლდოვის არჩევნებზე გავლენისთვის გაწეული ძალისხმევის გამო პლახოტნიუკს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. ოლიგარქს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ის ათენში დააკავეს და 2 თვის თავზე მოხდა მისი ექსტრადიცია მოლდოვაში. პლახოტნიუკი კიშინიოვის მე-13 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. აეროპორტში მას მომხრეები დახვდნენ. მათი რაოდენობა იყო 10-მდე. რატომ მოუყევი ახლა ეს ყველაფერი? ჯერ ერთი ჩემი გადაცემა, რასაც მინდა იმას მოუყევი. და მეორეც. რა იცი, როდის დაგჭირდება ამ ამბის გახსენება და რამესთან დაკავშირება. იყოს აქ, ადვილად ვიპოვით. ნიუ-იორკში ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეა. ყაველაბაც ჩაიცვა და გაფრინდა. კოცების დელეგაციამ უამრავი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს. დიდხანს იფიქრეს ჩვენ საგარეო უწყებაში ვთქვათო ესო, არა ვთქვათო. და ბოლოს გადაწყდა, რომ ზოგჯერ თქმითაც დაშავდებოდა. ამიტომ არაფერიც არ თქვეს. თუმცა ინფორმაციამ გაჟონა. ჯერ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც სიხარულით გამოაქვეყნა. ისინი ძალიან მაგრები არიან ლეგიტიმაციის ამბებში, გაიგე? და ძალიან გაუხარდათ. და ეგრევე დადეს, რომ მაკა ბოჭორიშვილის შევხვდითო. რა დღეშია ჩავარდნილი საგარეო უწყება, ხვდებით ხო? იმედია ამ შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა დააბარა თავის კოლეგას, რომ ლუკაშენკოსთვის გადაეცა იმ კაცრი რეაგირების შესახებ, რომელიც მოყვება მის ჩასვლას აფხაზეთში. ამ კვირაში ზუსტად 3 წელი შესრულდება, რაც ის დედამოწული აფხაზეთში ჩავიდა. და კოცებმა კაცრი რეაგირება გვექნებაო. რა დღეშია ჩავარდნილიზე გამახსენდა. დაუბრუნდეთ მიხეილ ყაველაშვილს და მის გამოსვლას გაეროში. ვაი დედა, რაც შეეხება ყაველას გამოსვლას. ობიექტურები რო ვიყოთ, მართლა კარგი კითხვით იცოდა ტექსტი. ერთი-ორჯერ კი გაჭედა, მაგრამ აშკარად ნამეცადინები იყო. მოდი ყაველას ტოპ 3 განცხადება გამოვყოთ.
რაც არალეგიტიმური კაცის ყვალობაზე საკმაოდ ხმა მაღალი იყო. მესამე ადგილი. ქართველი ხალხი არ შეეგუება ულტიმატუმების, შანტაჟის და დაშინების ენით საუბარს. განუცხადა ყაველამ დედამიწას. მეორე ადგილი. გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველო მშვიდობის და განვითარების სადარაჯოზეა. დაამშვიდა პლანეტა ყაველაშვილი. და იმათაც უთხრეს, რომ თუ სადარაჯოზე ხარო, მაშინ არ გეცლება საჭმელადო და ვახშამზე აღარ გაყარ. ხო აბა ეხლა თუ სადარაჯოზე ხარ, ვახშამზე ვეღარ. პირველი ადგილი. საქართველო მზადა ხელი შეუწყოს გაეროს. გახდეს მშვიდობის მთავარი გარანტორი. მუშტი დააბრახუნა მიხეილმა. ამ დროს ჩამესმის ხოლმე შევარდნაძის ხმა. გაერო უწყინარი ორგანიზაცია. რაც შეეხება ვახშამს. რუბიოს მოწყობილ ვახშამზე ყაველაშვილი არ დაპატიჟეს. უпростоრად დაპატიჟეს, მაგრამ ამას უთქვამს არ მინდა დილით კარგად ვჭამდე. ვახშამზე არ დაპატიჟება, სხვანაირად ახსნა შალვა პაპუაშვილმა. სავახში მოდარიყო, საქმეზე იყო ჩასული. ყაველაშვილი ტრამპს არ შეხვედრია, თუმცა განაცხადა ტრამპი შემპირდა დაგირეკავო. სავახში მოდრო შედიოდა, ეს ცოტა მოშორებით დგარდა, ტრამპს ხელით უნიშნებია, მოდიოდა. ამანაეშა მეჩქარებაო. და მაშინ დაგირეკავო. ირაკლი კობახიძე. მოთმინებით ველოდებით ტრამპის ზარს. ჯერ სამი წერილი მიწერეს და პასუხს ელოდებოდნენ. ტრამპმა კიდე დაგირეკავთო. მეოთხე წერილის პონტი გაგეჩითათ, კოცებო. ცოტა ხანში კიდე ერთ წერილს მიწერე, რომ გთხოვ დამირეკე. ჯენზის არ ემახსოვრება და ასეთი სერვისი არსებობდა ადრე. გთხოვ დამირეკე. უფასო SMS-ი იყო, უგზავნიდი ვისაც გინდოდა რომ დაერეკა. ეს კვირა შავი ასოებით ჩაიწერება ქართული დიპლომატიის ისტორიაში. პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეგობარი ქვეყნების ელჩები დაიბარა. საელჩოში ელჩის დაბარება არის დიპლომატიური სანქცია, უკიდურესად არამეგობრული ჟესტი, რომელიც საქართველოს არასოდეს გამოუყენებია მეგობარი სახელმწიფოების ელჩების მიმართ. ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი. ეს აქციელი იმდენად არადიპლომატიური და შეურაცხყოფელია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ მაშინვე მტკიცე დაგმო მომხდარი. ასე უდიერად საქართველოში ელჩს ბოლოს მოვეკეცით 820 წლის წინ. თუმცა იმას დამსახურებულად პასიანის ბრძოლის წინ რუქნადინის ელჩმა თამარს წერილი გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ წერილი თავისი შინაარსით უპატივცემულობა იყო, მაინც არავის უკადრია მისთვის რამე დაეშავებინა. მან ზაქარია მხარგრძელმა მხოლოდ მას შემდეგ შემოსცხო, რაც მან სიტყვიერად გადაწყვიტა თამარისთვის რუქნადინის ხარჭობა შეეთავაზებინა. გონზე მოსულ ელჩს განუმარტეს, რომ ელჩი რომ არ ყოფილიყო, უარესად მოექცეოდნენ, ამის შემდეგ კი გაუშვეს. ქართული დიპლომატიის ისტორიაში ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ელჩს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ისიც დამსახურებულად და ისიც მტრის სახელმწიფოს ელჩს. მეგობარი სახელმწიფოს ელჩის შეურაცხყოფის შემთხვევა ჯერ არ ქონია. რუქნადინის ელჩთან დიპლომატიური სკანდალის შემდეგ 820 წელი გავიდა და კოცებმა გერმანიის ელჩი საგარეოში დაიბარეს გამოკითხვაზე. ბარემ თავზე გადავიმასქენითო იფიქრეს და მეორე დღეს ბრიტანეთის ელჩიც დაიბარეს.
კოცების ურთიერთობა მეგობარი ქვეყნების ელჩებთან არასდროს ყოფილა იავარდებით მოფენილი. უпростоრად იყო. 2020 წელს შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა. კალაძემ დაიცვა გერმანიის ელჩი. სამწუხაროა რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებზე თავდამსხმელ განცხადებებს ვისმენთ. ეს იყო კალაძე. და კალაძე 2025-ში საქართველოში ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს. ობახიძე ადრე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმის უკან გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერი ადგას. ობახიძე ახლა კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში, სჭირდება რეაგირება. სხვათა შორის ყველაზე მეტად ევროკავშირის ელჩებს უტევდნენ. ჩვენ კონტინენტს გულისხმობ, თორე ამერიკის საელჩოში ანრი ოხანაშვილმა საერთოდ აყალბაყალი ატეხა. ევროკავშირის ელჩზე კობახიძემ ასეთი რამე თქვა. მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. სიმართლე გითხრათ, მჯერა რომ ძალიან ცუდ დღეშია ევროკავშირის ელჩი. თუ გავითვალისწინებთ წინა ელჩს როგორ მოექცნენ, ესე იგი ესეც დაღალეს. შეგახსენებთ როგორ დაგვემშვიდობა წინა ელჩი კარლ ჰარცელი. გამოვიფიტე. გადავიდეთ ბიზნესის ამბებზე. როგორც ჩანს, მსხვილი ბიზნესი ძალიან შეშინებულია დაჭერებით. კოცები ბიზნესმენებს შეხვდნენ და დაამშვიდეს. ყველაფერი კარგად იქნებაო. იყო დრო ბიზნესი ამშვიდებდა მთავრობას. 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა: პრემიერი გავამხნევეთ და როცა ვამხნევებდით, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. პირდაპირ გითხრა, რომ გამხნევებული ვარ, კარგად ვარო. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ბევრი რაღაც შეიცვალა. გახარია პრემიერი აღარაა, საქართველოში ვეღარ ჩამოდის, შეიძლება დაიჭირონ. ხოლო ბიზნესს აქეთ ამხნევებს ახლა მთავრობა. ქვეყანაში არსებული ვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია ვინ ვის ამხნევებს. მითხარი ვინ ვის ამხნევებს და გეტყვი რა ხდება ქვეყანაში. გადავხედეთ ბიზნესმენების განცხადებებს და ზოგიერთი არ ჩანდა ხარისხიანად გამხნევებული. მაგალითად, ბიძინას კარის ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ცოტა დაბნეული ჩანდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს არანაირად და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს. ალბათ ვერაფერი გაიგეთ, ერთი მოსმენით მართლა რთულია ამ განცხადების გააზრება. რუხაძემ განაცხადა, რომ სანქციები დააზიანებს ბიზნესს, მაგრამ სანქციები არ მუშაობსო. სანქციების არაეფექტურობაზე რუხაძემ რუსეთის მაგალითი მოიშველია. სანქციები რო არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა? არ იმუშავა. ბოლო ნიუსი, რაც რუსეთის ეკონომიკაზე წავიკითხეთ, არის შემდეგი. ბიუჯეტის დეფიციტის გამო რუსეთში DGG-ს 22%-მდე გაზრდას გეგმავენ. და ბოლოსინა ნიუსი კიდე ეს არის, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2025-27 წლებში სამთავრობო დეფიციტის საერთო მოცულობა 133 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც რუსეთისადმი დაწესებული სანქციები არ არის ყველაზე მკაცრი. დასავლეთს კიდევ არაერთი კოზირი უჭირავს და რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგდება შეუძლია. მიმდინარე წლის რუსეთის ბიუჯეტით დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო. თუმცა 19 სექტემბრის მონაცემებით ეს გეგმა უკვე გარღვეულია და დეფიციტი 5 ტრილიონს აღემატება. მთელი წლის დეფიციტი უნდა ყოფილიყო 3 ტრილიონი, შეწარმოიდგინე ეს რო დაგეგმილი. ადგეში, ხო? მოდი ერთი 3 ტრილიონი დეფიციტი დავაიმაგე. და აი მაგ გეგმას
რომ მაგ გეგმას რომ რავი ეს რამდენია რა უკვე აქ 200%-ზე მეტი. სექტემბერში უკვე 5 ტრილიონზე არიან. წინ კიდე 3 თვეა, მეტი შეგიძლიათ ბიჭებო. ერთად ავიდეთ 7-8 ტრილიონიან დეფიციტი. რა თქმა უნდა, სანქციები არ მუშაობს. დეფიციტს იწვევს, მაგრამ არ მუშაობს. ჩემი აზრით საუკეთესო სანქცია არის რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რასაც ახლა ძალიან გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი უკრაინამ. რუსეთის არაერთ რეგიონში უკვე საწვავის დეფიციტია და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დგას. უამრავი ვიდეო ვრცელდება ინტერნეტში. ნახოთ ერთ-ერთი. Вот это вот ажиотаж у нас. Бензиновый. Уже у некоторых его нету просто. У людей закончился бензин. მალე 4 წელი გახდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ბენზინის რიგში ხო ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, ვისაც ჯეროდა რომ 3 დღეში აიღებდნენ კიევს. და ეხლა ბენზინის ასაღებად კილომეტრიან რიგში დგანა. აი, ნეტა რას ფიქრობენ? გასაგებია რომ ფიქრის შესაძლოა ძლიერი მხარე არაა მათი, მაგრამ ტვინი ისეთი მოწყობილობაა, რაც არ უნდა მოინდომო რომ არაფერზე იფიქრო, მაინც გეფიქრება რაღაცაზე. შანსი არა არაფერზე იფიქრო, ტვინი მაინც აგენერირებს აზრებს. ხო და ნეტა რაზე ეფიქრებათ? ქართველი ბიზნესმენების დამშვიდებას დაუბრუნდეთ. ყველა ბიზნესმენის კომენტარი წავიკითხეთ და რაღაცები ვერ გავიგეთ. მაგალითად, თემურ კოხოძე, ნორმალური არ არის, რთულ ვითარებაში ვართ. მიხეილ ნამადოვი, ყველაფერი არის მშვენივრად. ნინა კობახიძე, ის მცირე პროგრესები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ყოველკვარტალურად თან ახლავს. აი ეს 3 პოზიცია გამოიკვეთა. პირველი რომ რთულ ვითარებაში ვართ, მეორე რომ ძალიან კარგად ვართ და მესამე არის რომ მცირე პროგრესები გვაქვს. სანქციები არ მუშაობს, მაგრამ ბიზნესს აზიანებს. ასეთია ბიზნესის და კოცების შეხვედრის შეჯამება. საბაგიეროდ ბიზნესი ერთიანია ბიძინას დასანქცირების თემაში. ყველა თან ხდება რომ ბიძინა არ უნდა დასანქცირდეს. პატა კურტანიძე მაგალითად. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვინც არ უნდა დაასანქცირო, რა თქმა უნდა ცუდი იქნება. ნოშიკო ნამორაძე, ჟურნალისტები ნუ დარდობთ ბიძინა ივანიშვილზე. მე როგორ არ უნდა ვიდარდო, იმიტომ რომ კაცია, რომელიც ამ ქვეყანას სათავეში უდგას და მაგრად უდგას. ნინა კობახიძე, არც ერთი ადამიანი, ვინც რამეს აკეთებს ამ ბიზნესში, ამ პოლიტიკაში, არ უნდა დასანქცირდეს. ირაკლი რუხაძე, რატო უნდა დასანქცირდეს? რა დააშავა? რატო უნდა დაჯარიმდეს? საგარეო კურსი არ არის შეცვლილი? რა თქმა უნდა, არ არის შეცვლილი. სად არის შეცვლილი? მეგობრებო, ერთი ცუდი ამბავი მაქვს. ბიძინა დასანქცირებულია უკვე. აქვე მინდა შევაქო ქართული ბიზნესი უკიდურესად დიპლომატიური განცხადებებისთვის. კოცები კი არ არიან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირების წინააღმდეგი არიან. მე რო დამასანქცირონ, იგივე სიტყვიან. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს საქართველოს მტერია, მოყარია, მოღალატეა, რუსეთუმია, ქართულ მსხვილ ბიზნესს ყველა ქართველი უყვარს. არც ერთი ქართველის დასანქცირება არ გაუხარდებათ. სერგო ორჯონიკიძე რო ცოცხალი იყოს, არც მისი დასანქცირება გაუხარდება. ასლან აბაშიძე რო ცოცხალი იყოს, არც მისი დასანქცირება. თუ ასლან აბაშიძე ცოცხალია, რა მნიშვნელობა? არც მისი დასანქცირება გაუხარდება.
გადავიდეთ უცხოურ ამბებზე. დონალდ ტრამპმა გამოანათა. დიდი ხანია ტრამპი აღარ გვიხსენებია, ჩაქნეული მქონდა ხელი. ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ხან უკრაინისკენა, ხან უკრაინის ბრალია. 23 სექტემბერს ტრამპმა გაავრცელა განცხადება, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს უთქვამს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი 3 წელზე მეტია უაზროდ და წარუმატებლად ომობს მაშინ, როცა სამხედრო თვალსაზრისით რეალურად ძლიერი სახელმწიფო ერთ კვირაში გაიმარჯვებდა. რუსეთი ქაღალდის ვეფხვად გამოიყურება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის შექმნილი ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ ფიქრობს, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იომოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით და ვინიც ის იქნება უფრო შორსად წავიდეს. და აი ეს რაღაც ახალია. ტრამპისგან და მისი გუნდისგან ყოველთვის გვესმოდა, რომ ტერიტორიების დაბრუნება უნდა დაივიწყოს უკრაინამ და ლოგიკა იქითკენ ვითარდებოდა, რომ ომის გაყინვა არსებულ საზღვრებზე პლუს დანარჩენი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში შესვლა, ბევრი იარაღის მიწოდება და ასე შემდეგ. რაღაც ამგვარი უნდა ყოფილიყო ომის დასასრული. პრობლემა ისაა, რომ ეს სცენარი რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი დასასრული, რომელშიც უკრაინა აგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარით, პროდასავლური ხელისუფლებით, არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი. რუსეთს ამხელა ომი არ დაუწყია უკრაინის მიწის დამატებით 1%-ის წასაღებად. არც დონეცკის სრულად წაღებაა მიზანი, არც 4 რეგიონის წაღება. გახსოვთ ქოცების ზეიმი ალასკის შეხვედრის შემდეგ, რომ დიდი ბიძიები მიხედავენ ზელენსკის. ერთია, რომ უკრაინა დე იურე არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს, მაქსიმუმ დე ფაქტო გაყინვას დათანხმდეს, მაგრამ მეორეა, რომ რუსეთის წაგებად განიხილავს ნებისმიერ შედეგს, რომელშიც უკრაინა გადარჩება და კაი ქვეყანა იქნება, თუნდაც ნაკლები ტერიტორიით. გახსოვთ ბიძინას განცხადება დუშკაბინიდან. მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდებაო უკრაინაში ომიო. ტრამპს რა მოვთხოვოთ? ამხელა რუსეთის ხალხი ვერ ხვდება, რუსეთის მიზანი რა არის და რატომ ვერ დასრულდება ომი ჯერ. მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო ტრამპის განცხადება, რომ უკრაინა შეუძლია დაიბრუნოს ტერიტორიები. იქნებ ამერიკელი ქოცებიც მიხვდნენ, როდესმე, რომ მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ომის დასრულების ერთადერთი რეცეპტი. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით უკრაინის ომზე, რაც თქვი, ყველაფერი გამართდა. იხილეთ ჩვენი ეპიზოდები 2022 წლის თებერვლიდან დღემდე. გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს. ჩვენი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უკრაინის ომის შედეგს უდიდესი გავლენა ექნება ჩვენზეც. სულ ესაა, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. ჩვენი შემდეგი ეპიზოდი უწევს 4 ოქტომბერს. არ ვიცი, ვიქნებით ეთერში, არ ვიქნები. მე ეჭვება ჩვენთვის ეცალოს ვინმეს. იმედია 11-ში შევხვდებით პახმელიაზე. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.